საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩვენ გვაბრაზებს და გვაღიზიანებს, ის არის სარკე ჩვენი თავისთვის. და რატომაც ვბრაზდები იმ ადამიანზე, რაღაცა კონკრეტულზე, ხო? ეს მაქვს მე, ეს თვისება, ნაკლია თუ არ არის ნაკლია, ეს თვისება მაქვს მე და ამას ჩემს თავში არ ვაღიარებ და არ ვიღებ, მაგრამ იმ ადამიანში რო ვხედავ, ეს ძალიან მაღიზიანებს და მაბრაზებს. და შესაბამისად, აი დაფიქრდით, ყველა სხვადასხვა პასუხი გექნებათ, რატომ მაღიზიანებს ინკა, რატომ ბრაზდები ინკაზე. კონკრეტულად რა? მისი გარეგნობა, მისი მიმიკა, მისი ჟესტიკულაცია, მისი გახსნილობა, მისი თავისუფლება, მისი უნარი რომ ყველაფერზე იღადაოს და ყველაფერი მას აქნას იუმორის საბაბად და საგნად გახადოს. კონკრეტულად რა გაღიზიანებს ჩემში, დაფიქრდი? გაიაზრე მე შენ თვითონ ზუსტად ასეთნაირად რა მომენტებში იქცევი? და ამას რო გაიაზრებ და მიიღებ, რომ მეც ესეთი უყოფილო ვარ. ინკა უბრალოდ სარკე იყო ჩემი. მიხვდები, რაშიც არის საქმე, რატომაც და ეს მარტო ინგასთან მიმართებაში არის. ყველა ადამიანთან მიმართებაში შეგიძლიათ სხვა ადამიანები სარკეაო შენიო, ასია კი, სარკეა და იმაში რაც გაღიზიანებს და არ მოგწონს, ის არის შენში. აღიარე. მოგეშვება, ცხოვრება უფრო ადვილი გახდება.